სასამართლოში ერთმანეთის პარალელურად მიმდინარეობს სასამართლო პროცესები. ბოლო პროცესთან დაკავშირებით მოგიყვებით ახლა მოსამართლე კობა ჩაგუნავამ შინაგან საქმეთა სამინისტროს მისცა დრო იმისთვის, რომ ლუკა ხიზაძის წინააღმდეგ მოიპოვოს მტკიცებულებები, რადგან ის რაც დღეს სასამართლოში წარადგინა გელა გელაძის უწყების წარმომადგენელმა არ ადასტურებდა ლუკას დანაშაულს. შესაბამისად მოსამართლემ სასამართლო პროცესი გაურკვეველი ვადით გადადო და მისცა მეორე შანსი ძალოვან უწყებას. ლუკა ახლა ჩვენთან არის და ის უფრო მეც მოგუყვება მის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით. ლუკა, მოუყევი მაყურებელს პირველ რიგში სად იყავი, რა ტერიტორიაზე მოხდა თქვენი დაკავება? შინაგან საქმეთა სამინისტრო ამტკიცებს, რომ თქვენ არ ემორჩილებოდით ძალოვან უწყებას. მოგესალმებით პირველ რიგში, დასაკვირველია ბრძოლა გრძელდება. არაფერი არ შეგვაშინებს, არაფერი არ გაგოჩერებს, იმიტომ რომ ერთ-ერთ რაც ეს დაკავებები და რეპრესია აკეთებს, არის მეტი мотиваციის მოცემა და უფრო მეც ვიხმაურებ, უფრო მეც გავაკეთებთ. რაც შეეხება ჩემ დაკავების მომენტს, კაკაბაძის ქუჩაზე ვიყავით, სადაც აქციის მონაწილეებს გზა ჰქონდა გადაკეტილი და ეს სრულიად ჩვენი უფლება იყო, რომ გზა გადაკეტილი ჰქონდა, იმიტომ რომ ეს მანამდე ჩვენ ჰქონდა პოლიციის უფროსთანაც გასაუბრება და გვითხრა რომ მელიქიშვილის გამზირი არ გადაკეტეთ, იმიტომ რომ არ ხართ საკმარისი რაოდენობა, ამაზე დავთანხმდით, ეს გაფრთხილება მივიღეთ, თუმცა როდესაც გადავედით ჩვენ ვიწრო ქუჩებზე, იქ სრულიად საკმარისი რაოდენობა იყო იმისთვის, რომ გზა გადაკეტილი ყოფილიყო და ჩვენი უფლება, კონსტიტუციური უფლება გამოვიყენეთ და ამ გზაზე გადავადგილდებოდით მარშით, ცხოვობით. შემდეგ უკვე მოხდა მომენტი, როდესაც რაღაც დროის განმავლობაში მოგვიწია გაჩერება გზაზე, გადაკეტილი ჰქონდა გზა და ამ მომენტში მოხდა უკვე პოლიციის მხრიდან არა გაფრთხილების ან რაღაცა მოწოდების, რომ ყოველთვის გასაგები ყოფილიყო, ან რა ვიცი ხმამაღლა ასე შემდეგ, ან თქვა ვიღაცასთან მისულიყო და ეთქვა, მათ შორის აი ჩემთან მოსულიყო, იმიტომ რომ მანამდე ჰქონდა კომუნიკაცია მე გოგა მემანიშვილთან. ამ შემთხვევაში დაიწყეს ეს კორდონი გააკეთეს ორივე მხარეს, მარშის ორივე მხარეს, ანუ პოლიციელებმა არ მოგცეს საშუალება იმის, რომ ჩვენ სადმე წავსულიყავით, ერთადერთი წასული გზა იყო კიბეები, რომელიც ჩადიოდა დაბლა ქუჩაზე და ამ კიბეების მიმართულებით აქციის მონაწილეობა დაიწყეთ გადაადგილება. მე ვიყავი ადამიანი, რომელიც ზუსტად იმავე ქმედებას აკეთებდა, რასაც აკეთებდა პოლიცია. ანუ ეუბნებოდა აქციის მონაწილეებს, რომ ჩავიდეთ და გზა გავხსნათ და გავაგრძელოთ ჩვენი მარში სხვა მიმართულებით. კი ბატონო, კი ზუსტად, ანუ მიზეზი ამ შემთხვევაში ჩემმა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმაც ესე ზუსტად თქვა და ეს წამოასწევინეთ საუბარში, რომ ლუკა ხიზაძე, ბატონ ლუკა ხიზაძე არის ადამიანი, რომელიც ერთი წლის განმავლობაში ხშირად არის აქციებზე, უამრავი ჯარიმა აქვს. მოკლედ ძალიან გვაწუხებს ეს ადამიანი და ზუსტად ამიტომ მოხდა ჩემი ესე შერჩევითი დაკავება, იმიტომ რომ კონკრეტულად იმ მომენტში მე არც გზაზე ვყოფ, ტროტუარზე ვიყავი და ამისი სამხილი ვიდეო მტკიცებულობა ჩვენ წარვადგინეთ. შიშისიც ჰქონდა მხოლოდ ის კადრი, სადაც მე დაკავებული ვარ და ძალიან გადამათრიეს გზაზე. ეხლა და მე ვეუბნებოდი, რომ გზაზე იმიტომ ვიყავი, რომ პოლიციამ გადამათრია იქ. არანაირი სხვა მომენტი, რაც თქვა ამტკიცებს შენ ბრალდებულებას არ ყოფილა იქ და სწორედ ამიტომ გადადო სასამართლომ და ვერ მომისაჯა პატიმრობა, თუმცა მე ველოდები, რომ კვლავ ჩაინიშნება სასამართლო და კვლავ შევა მომისაჯონ და ამის არც მეშინია პირიქით სანამ პატიმრობას მომისჩე, მანამდე შევეცდები, რომ უფრო მეტი გავაკეთო, უფრო მეტი ვიაქტიურო და უფრო მეტად შევაწუხო ეს რეჟიმი. ძალიან დიდი მადლობა ლუკა ხიზაძეს. როგორც მოისმინეთ, მან დეტალურად მოუყვა მაყურებელს, როგორ მოხდა მისი დაკავება. ლუკას პროცესი გადაიდო, თუმცა ლუკას მსგავსად არ გაუმართლათ სხვა დაკავებულებს, მაგალითად დააჯარიმეს დავით გუნაშვილი 5000 ლარით, 5000 ლარიანი ჯარიმა დააკისრეს რეზი დუმბაძეს, ასევე გიორგი ჟამერაშვილს. ნელი დიასამიძესთან დაკავშირებით მოსამართლემ 3200 ლარიანი ჯარიმის გადაწყვეტილება მიიღო. რაც შეეხება ხალიბეგ მაგამედოვს, მას 5 დღიანი პატიმრობა განუსაზღვრა სასამართლომ. მას შემდეგ რაც აქტივისტებმა დატოვეს სასამართლოს ტერიტორია და მათი სხდომები დასრულდა, ისაუბრეს იმ ძალადობრივ მეთოდებზეც, მათ შორის რა ძალადობრივი მეთოდებითაც მოხდა მათი დაკავება 19 ნოემბერს. ჩვენი პროტესტი მიმდინარეობდა ძმები კაკაბაძების ქუჩაზე, სადაც სხვა აქციის მონაწილეებს ველოდებოდი და ზუსტად ამ დროს პოლიციამ ესე თქვა დაიწყო ძალის გამოყენება და მიწოლი ჩვენი საფეხმავლო ბილიკზე გადაყვანა, რაც იმ შემთხვევაში შეუძლებელი იყო იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ბევრი აქციის მონაწილე იმყოფებოდა იმ წუთას და ამის მიუხედავად პოლიცია ცდილობდა ჩვენს საფეხმავლო ბილიკზე გადაყვანას. ბუნებრივია, სურვილს იქაც კი ადრეებს ჩანს, რომ ამას გამოვთქვათ, რომ გადავსულიყავით, მაგრამ როდესაც ხდება, რომ ძალიან ბევრი ადამიანი გამოსული, თითქმის ეს შეუძლებელია. ისაც დაკავება მოხდა, ესეც იმ პროცესში ხდებოდა, როდესაც გზიდან ესე ვთქვათ, საფეხმავლო ბილიკზე გადასვლასულობდი, უკანა მხრიდან გოგა მემანიშვილმა სავარაუდოდ ჩამოვლო, როდესაც მოხდა ჩემი ქურთუკის გახევა და უკვე დაკავებისას ძალიან ბევრი პოლიციელი დამეხვია ყავს, ეს კადრებში კარგად ჩანს თქვენი ტელევიზიის წესით და სადაც საუბარი იყო ძალიან ბევრი შეურაცხყოფელი სიტყვები. ერთ-ერთი პოლიციელის მხრიდან იყო მუხლის მორტყმა, რომელიც შემდეგ როგორც ნახეთ, მტკიცებულებებშიც ჩანს ეს ნაწილი. სანამ გიორგის დააკავებდნენ ჯამერაშვილს, ჩემ წინ მაგალითად ხდებოდა ესეთ რაღაცა, რომ
სინდისის პატიმრის ზვია ცეცხლადის მშობლებს ფიზიკურად უსწორდებოდნენ, აი ხან იქით აგდები, ხან აქით რა გადაწიეს, გადმოწიეს. პოლიციელების მხრიდან იყო გინებები, შეურაცხყოფები, აი ეს არა მოწოლები ესე ისენი გზის გადასავალ ჩვენ არანაირად არც ვკეტავდით, რასაც არ ვკეტავდით, მივდიოდით. ჩვეულებრივად დაკავება მოხდა, როდესაც გიორგი ჟამერაშვილი წაიყვანეს, მაშინ დავით მამაგეიშვილი მომვარდა და ეს დააკავეთ, იმიტომ რომ ბევრს ლაპარაკობსო. თავიდან ვიყავი ტროტუარის მოპირდაპირე, მხარეს ოღონდ გზაზე არ ვიყავი, იმიტომ რომ მართლა მანქანები მოძრაობდნენ და თან პოლიციელები დარბოდნენ იქეთ-აქეთ და მერე გვითხრეს, რომ გადავსულიყავით ხალხი სადაც იდგა იმ ტროტუარზე და გადავედით კიდეც და ზუსტად მაგ მომენტში, სანამ ტროტუარზე ასე ვთქვათ, ნორმალურად დავდგებოდი და გავსწორდებოდი, უცებ წამომიყვანეს. გამოყვანას რო ცდილობდნენ ხალხის მასიდან, მაშინ მახსოვს, რომ ნაწყავი მქონდა და მაშინ თმაში მომქაჩა ძალიან. ეგ მახსოვს, იმიტომ რომ მე თმის ძირები მткиოდა. თუ მახსოვს, გოგა მემანიშვილი იყო საპატრულო პოლიციის უფროსი. არც ვიდეო ჩანაწერი არსებობს, არც სხვა პოლიციელის ჩვენება არსებობს და ჩვენი მხრიდან არსებობს მოწმე, რომელიც ადასტურებს, რომ მე პირიქით ვიყავი რეგულირებაში იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენი მსვლელობის ასე ვთქვათ მონაწილეები როგორმე უსაფრთხოდ გადმოსულიყვნენ და გაეგრძელებინა მსვლელობა, ეს ყველაფერი აბსოლუტურად იგნორირებულია. დასაჩივრებით აუცილებლად გავასაჩივრებ და მივყვები პროცედურებს, როგორც მანამდე შემთხვევებში იყო და გავაგრძელებ ჩემს ბრძოლას ბოლომდე. საქალაქო სასამართლოში მათე დევიდის სოლიდარობის მსვლელობისთვის დაკავებულების სასამართლო პროცესები მიმდინარეობდა და ახლაც მიმდინარეობს. 13 დაკავებული და 6-ის ხდომა უკვე ჩატარდა. დანარჩენების პროცესები ერთმანეთის პარალელურად ტარდება ამ წუთებში. სავარაუდოდ გვიან საღამომდე იქნება დღეს პროცესები სასამართლოში.